სოფელ გურჯაანს უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. პროექტზე 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საკრებულოში დეპუტატ ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით 40 კილომეტრზე სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყო და თითოეული ოჯახი გამრიცხველიანდა. რის შემდეგაც მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი. სამუშაოები ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააფინანსა. დაახლოებით 40 კილომეტრი მარტო შიდაქსელი ჩალაგდა მთელ სოფელში. თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ მოსახლეს ინდივიდუალურად ახალი სასმელი წყლისთვის ვარგისი მილები მიუვიდათ სახლში. რაც შეეხება სამუშაოებს, სოფელ გურჯაანს მაგხრივ ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ შეხვდა კეთილსინდისიერი კომპანია, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავეს, ვადებში დაამთავრეს, გამართეს ქსელი და ის პერიოდებიც მახსოვს, რომ ქსელი რო გამართული იყო და თავიდან მოსახლეობას ჰქონდა ესეთი პრობლემა, მათ შორის მეც. არ ვიყავით შეჩვეული წყლის დაზოგვას, ასე ვთქვათ რა, რომ ესე ქაოტურად რომ მოდიოდა და მიდიოდა ეს წყალი, მოსაწესრიგებელი ჰქონდა ონკანები და ესეთი რაღაც ინფრასტრუქტურული საკითხები სახლში. და ესე მოხდა, რომ ყველა წმინდაში ეს 2000 ტონიანი რეზერვუარი რო გაკეთდა, თავიდან პირველი კვირები თითქოს სოფელს არ ყოფნიდა ეს მარაგი. და შემდეგ უკვე რომ ეს გამრიცხველიან და ეხა დღეის მდგომარეობით უკვე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაბარდა ოფიციალურად და უკვე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ემსახურება ამ ჩვენ ქსელს. ყველანი მრიცხველი გვიყენია და ვიხდით გადასახადს. სოფელს გვაქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელ და განუხორციელებელ პროექტად ითვლებოდა და დღეს ეს პროექტი შემდგარია, მუშაობს.